სამი მთავარი უფლება არის პრინციპში, რომელსაც ეს რეჟიმი მართლა განსაკუთრებით ებრძვის, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიც ჩვენი კონსტიტუციის და ორგანული კანონის მიხედვით ჩვენ შეიძლება გამოხატოთ ნებისმიერ ჩვენი აზრი, რომელიც არ წარმოშობს არავითარ მყისიერ ძალადობას. ეს დაცული აბსოლუტური პრივილეგია. ეს დაცული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, რომ ამი პოლიციელები ცდილობენ რომ გააკონტროლონ არა მხოლოდ გამოხატვა, არამედ თითოეული სიტყვა რაღაცა აგდებული კიდებულების გამო აკავებენ ადამიანებს და ჩხრეკასთან დაკავშირებით ამაზე შეიძლება მე კიდევ ვისაუბროთ. მეორე უფლება, რომელსაც ძალიან ერჩიან, ეს არის შეკრების თავისუფლება გასაგებები მიზეზების გამო. მათ არ უნდათ დაინახონ მრავალათასიანი პროტესტები, რაც ვიცი ყოველი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხოლმე და ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ თუნდაც ამ ჩხრეკების მეშვეობით ადამიანები დააშინონ ამ გაუაზრებთ აბსოლუტურად წარმოუდგენლად რაღაცა დრაკონული ჯარიმები შეაჩერონ ადამიანები გამოსვლისგან და ასე შემდეგ და მესამე უფლება, რომელსაც ერჩიან და გუშინ კიდევ ახალი კანონი დაემატა ამას, ეს არის გაერთიანების თავისუფლება, კერძოდ ადამიანების უფლება, რომ გაერთიანენ რაღაცა თუნდაც არაკომერციული იურიდიულ პირად გაერთიანენ რაღაც საინიციატივო ჯგუფად და ასე შემდეგ, ეს არის უფლება, რომელსაც ებრძვიან ცალკე ფარას კანონმდებლობით, ცალკე გუშინ დაანონსებული ამ ცვლილებებით გრანტების შესახებ კანონში და სხვა კიდევ უამრავი მეთოდით. ანუ მათ არ უნდათ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები უანგაროდ ერთმანეთს ეხმარებოდნენ. პრინციპში ფონდების დაყადაღებაც მაგას ემსახურებოდა. ხო, ეს არის ერთობლივი შეტევა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო სწრაფად მოხდა საქართველოში, ვიდრე სხვა ავტორიტარულ. ყველაფერი მსგავსია, არაფერი ახალი ამ მხრივ ცისქვეშეთში არ არის, თუმცა აი ეს ყველაფერი ძალიან ერთობლივი მუშტად აისახა ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ხო? ბლიცკრიგია ერთგვარ ნოემბრიდან რასაც უყურებთ, აი ეს ცდელობა, რაც ამ ყველაფერს ხელს უბრალოდ მის აღსრულების ნაწილს უშლის პროტესტი და საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ ქონა. როგორ უყურებ ამ ნაწილსაც მათ შორის? ძალაუფლების სრული კონსოლიდაციისთვის რა უშლის ფაქტია, რომ ახლა ვერ ახერხებენ ამას. რა აკლიათ ძალაუფლების სრულ კონსოლიდაციამდე? აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს ანუ უფრო ინტენსიურად დროის მოკლე მონაკვეთში აკეთებენ იმას, რაც მაგალითად რუსეთში 2012 წლიდან 22 წლამდე 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანში 2014 წელს მიიგეს პირველი ეს კანონი, ხო? ეს ფარას მსგავსი კანონი და შემდეგ 2022-ში მიიგეს მედიეის კანონი, ანუ იმათაც რაღაცა ბევრი წელი დაჭირდათ ბელარუსშიც ანალოგიურად და ჩვენთან ნახევარწელში აკეთებენ იმას, რასაც სხვაგან დაჭირდა ძალიან ბევრი წლები. და ერთი მხრივ შეიძლება რაღაცა უფრო ხარშთ ეფექტურად ჩაითვალოს, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის უდიდესი რისკი რეჟიმისთვის, რადგან ჯერჯერობით ამას საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებენ, ანუ წინააღმდეგობა გრძელდება და ეს წინააღმდეგობა არის, რაც აცოცხლებს მათ შორის თქვენ ნახსენებ ამ საერთაშორისო გამოხმაურებასაც. მე ვიტყოდი, რომ ეხლა ძალიან ტკიპზე არიან იმასთან დაკავშირებით, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ან რაღაცა სანქციების ქვეშ არ მოექცნენ, როგორი იქნება საერთაშორისო გამოხმაურება, თუნდაც გუშინდელ დაანონსებულ კანონთან დაკავშირებით, ამას ჩვენ მე მგონი მალე ვნახავთ, მათ შორის თუნდაც ევროსაბჭოს ტრიბუნიდან, სადაც ეხლა მიმდინარეობს საპარლამენტო სესია, 10-ში არის დაგეგმილი საქართველოსთან დაკავშირებული დებატები და ჩვენ შეიძლება ვნახოთ შემთხვევა, როდესაც ეს კრედენშალები არ მიენიჭებათ საქართველოს პარლამენტისგან წარგზავნილ დეპუტატებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოს იქნება მეორე პარლამენტი, რომელსაც არ აღიარებს ევროსაბჭო. ამასთან ჩვენ ვნახეთ, რომ რეჟიმი ცდილობს და ასეთ რეჟიმები ყოველთვის ცდილობენ აჩვენონ და გამოასხონ ესეთი იტალოს სიმტკიცე რაღაცნაირად, ჩვენ ვერავინ ვერ შეგვეხება, ვერავინ ვერ ჩამოგშვლის, ჩვენ ერთიანები ვართ, თუმცა ბოლო კვირებში განვითარებული ამბები ძალიან ნიშანდობლივი იყო იმ მხრივ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ცვლილება, ხო, რომელზეც დგას რეჟიმი. მეორე მხრივ ფინანსური პოლიციის სამსახურის ცვლილება და მე სულ ამბობ, რომ მთავარი ბერკეტი რითიც რეჟიმები და განსაკუთრებით ივანიშვილი რასაც უყურებს, ეს არის მართლა კაპილარებში სისხლის მოძრაობასავით თითოეული ლარი. ეხლა ეს კანონმდებლობაც ხო ამას ემსახურება, რომ არავინ ვინც რეჟიმის წინააღმდეგ არის ფინანსურად გამართული წელში არ უნდა იყოს არანაირად. და ამ ორივე მიმართულებით ნახეთ ცვლილებები, ხო? ამ დროს რა საფრთხე შეიცავს ამ ორ საკვანძო მართვის კონტროლის მექანიზმში ასეთი ცვლილებები და აი ესეთი კრიზისი, ეს კრიზისია, ეს არ არის, ჩვენ არ ვიცით დეტალები, ჩვენ არ ვიცით ზუსტი შინაარსი, მაგრამ კრიზისის სახეზეა, ხო? რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს, რა შეიძლება გვეუბნებოდეს ჩვენ?
გეთანხმებით იმაში, რომ რაღაც ძალიან უცნაური გადაადგილებები ხდება, თან კვირების განმავლობაში კი ბოლო რამდენიმე დღეში მოხდა ფაქტობრივად ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე არ არის. ანუ რაღაც ეს შიდა დაპირისპირებები, როგორ მიმდინარეობს, რომელი კლანი ვის ებრძვის და ასე შემდეგ, ეს სხვა ამბავია, ალბათ რაღაცა შიდა კონკურენციის საკითხი არის, რომელიც უკეთესად შეასრულებს რაღაცა მონის ფუნქციას, ესე რომ ვთქვათ. რეჟიმები, ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები არიან თიხის გოლიათები, რომლებიც დაუმარცხებლები ჩანან ზუსტად იმ დღემდე, როდესაც ისინი ჩამოიქცევიან და როცა ისინი იქცევიან, ეს არის სრული და ტოტალური კოლაფსი. ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენი რეჟიმი რაც ახლა გვაქვს არის რაღაცა ისეთივე მყარი, როგორც იყო რაღაცა მაგალითად ლიბიაში თუ სხვა მსგავს სახელმწიფოებში, სადაც კიდევ უფრო შეუძლებელი ჩანდა ასეთი რეჟიმების ცვლილება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რეჟიმი აუცილებლად ამთავრებს თავის არსებობას. ამის საპირისპიროთ ახლა ჩვენ აქაც თითქოს მაგალითები, ანალოგიები ჩვენ ნახეთ, აი მოვიყვანოთ ხო რუსეთში რა მოხდა, ბელარუსში რა მოხდა, ძალიან წააგავს პროპაგანდა, ძალიან წააგავს რეჟიმის ეს რა თქვა ძალაუფლების ვერტიკალი, როგორ იგება, რაზე არის დაფუძნებული, ძალიან წააგავს ეს რეჟიმები ერთმანეთს და მეორე მხრივ ძალიან წააგავს ამ რეჟიმებისვე ზეგავლენა საკუთარ ოპონენტებზე იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. აი თუ ჩვენ შევხედავთ რუსული ოპოზიციის გზას, თუ ჩვენ შევხედავთ გზას, რაც აი სხვადასხვა ავტორიტარულ ქვეყნებში ოპოზიციას გაუვლია, ნახავთ შემზარავ ანალოგიებს იმასთან, რაც დღეს საქართველოში ხდება. აი რომ აღწეროთ ეს რეალობა მათ შორის, სად არის პრობლემა და რითი შეიძლება ამ პრობლემას ეშველოს, ხო? მათ შორის გასაღების ცვლილების ხო სწორედ ამაშია, რომ ეს სხვანაირად უნდა მოხდეს აქ, როგორც არ მოხდა თქვათ რუსეთში. პირველი ყველაზე მკაფიო ანალოგი, აი ზუსტად ბელარუსის მსგავსი, ბელარუსის რეჟიმის დამყარება რომ უნდათ აქ, ეს გამოჩნდა ნოემბერსა და დეკემბერში, როდესაც აი ეს სასტიკის სისტემური წამების მსხვერპლ ადამიანებს როგორც ექცეოდნენ ეს რომ გავიგეთ. ეს იყო ზუსტად ბელარუსული პლეიბუქი, როდესაც ადამიანებს სახეში, კეფაში და თირკმელებში სცემდნენ ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებდა ბელარუსის კგბ თავისი მოქალაქეების მიმართ. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ რამდენიმე წელია უკვე საქართველოს ოფიციალურად დადო ხელშეკრულება ბელარუსთან და კგბ-ს, ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა, რაღაცა ერთობლივი სამუშაოები და ერთ სიტყვით ისინი არიან მყარი პარტნიორები ქართული ოცნების ხელისუფლებისა. და როგორც ჩანს, ამ პოლიციასაც ანუ თუნდაც სპეციალურ რაზმებს ასწავლეს თუ როგორ უნდა გაუსწორდეს საკუთარ მოქალაქეებს. ეს არის ძალიან აშკარა ანალოგია, რაზეც საერთაშორისო ეს წამების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციებიც საუბრობენ, რომ ჩვენთან უნდათ ძალიან აშკარა არის ბელარუსის მსგავსი რეჟიმი, სადაც ოპოზიცია არ არსებობს ან კონტროლირებადია მედიის კანონითა და ფარათით ცდილობენ, რომ მედია მთლიანად გააქრონ, ეს იქნება თქვენი ტელემაუწყებლობა, რადიომაუწყებლობა თუ ონლაინ მედია, ასევე ამ ფარათი და გრანტების შესახებ კანონით სამოქალაქო საზოგადოებას აუქმებენ მთლიანად, ანუ თუნდაც სამოქალაქო საზოგადოებაში, ანუ ორგანიზაცია ვერ მიიღებს გრანტს თუ ქართულ ოცნებას ეს არ მოუნდა. ნებართვის გარეშე რა, ნებართვის გარეშე ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ აი წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა, დავუშვათ თქვენ გსურთ რაღაცა იურიდიული კონსულტაციის მიღება, ხო? ანუ საიაში შეიძლება გინდოდეთ მისვლა საერთაშორისო გამარჯვებაში, ასე შემდეგ, რომელიმე ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ქართული ოცნება ამათ არ მისცემს უფლებას, რომ გრანტები მიიღონ და თქვენ უბრალოდ ან წახვალთ ორგანიზაციაში, რომელიც არ არის პროფესიონალებით სავსე, რომელიც ემორჩილება ქართულ ოცნებას, ან მოგიწევთ კერძო ფულის გადახდა იმისთვის, რომ კერძო ადვოკატი აიყვანოთ. ანუ საქართველოს მოქალაქეებს ეს პარტია უკრძალავს იმ სერვისების მიღებას, რაც ახლა უფასოდ იღებენ ასეთი ორგანიზაციებისგან. ეს ნამდვილად ძალიან ძიმე დარტყმა იქნება მთელი სისტემისათვის და ეს მივა თითოეულ ადამიანამდე რაღაც დროს, ხო? როცა ეს ადამიანები ამას იგრძნობენ. თქვენ ახსენეთ მედია. ჩვენ ამ მხრივ აი განსაკუთრებულ როლს კომუნიკაციების კომისია ასრულებს მათ შორის და ჩვენ ხედავთ ცენზურის შემოსვლას, ცენზურის მექანიზმების შემოტანას, ხო? რომლებიც შეფუთულია ძალიან ერთი შეხედვით დაბალი ინფორმირების მქონე ამ მოქალაქისათვის, რომ ხო, ნამდვილად არის ცილის წამება ცუდი ადამიანს რაღაც არ უნდა დააბრალო და ამის გამო შეიძლება პასუხიც აგო. აი მოდი
განმარტოთ რას შეიძლება პრაქტიკაში ნიშნავდეს, როცა მედიას უგრძელავენ ვითომ ცილის წამებას, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკაში როგორ აისახება, როცა მით უმეტეს ვლაპარაკობთ ავტორიტარულ ქვეყანას. კი ბატონო, ამ კანონში პირველი ცვლილებები როცა განხორციელდა ეს თუ სწორად 2022 წელი იყო და მაშინ ეს სამი რამ შემოიტანეს, რაზეც კომკომს შესაძლოა კომუნიკაციების კომისიას შესაძლოა ჰქონოდა შინაარსობრივი კონტროლი. ერთი ეს იყო ცილის წამება, ასევე იყო უხამსობა და ასევე იყო სიძულვილის ენა. და ახლა ფაქტობრივად ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაციის კომისიას პირდაპირ კონტროლის უფლება აქვს, რა შეიძლება გავიდეს არხზე და რა შეიძლება არ გავიდეს. ერთ სიტყვით ლამაზად ჯგერს ეს შეზღუდვა, რა თქმა უნდა, რატო უნდა გადიოდეს უხამსობა, სიძულვილის ენა ხო რა თქმა უნდა ცუდია და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში არის არა ის სიტყვები, რომელიც წერია კანონში, ისე როგორც ფარა შემთხვევაში, არამედ შინაარსი, რომელსაც მას აღმასრულებელი ორგანო ანიჭებს და ამ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია, რომელსაც ქართული ოცნების ძალიან ახლო მეგობრები აკონტროლებენ, ამ სიტყვებს განმარტავს უკიდურესად ფართოდ და შერჩევითად. მაგალითად, ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი ტერმინი, რომელიც იქნება ქართული ოცნების ნეგატიურად წარმომჩინებელი, ისინი თქვენ რომ ეს არის სიძულვილის ენა. თქვენ ამის თქმის უფლება არ გაქვთ და აი მაგალითად მე ვამბობ, რომ ბატონ ბექაური არის კორუმპირებული. კი. ეს არის ცილის წამება, მათთვის თქვენ აგიგზავნებთ ამ სიტყვის გამოყენებას. ეს არის ცენზურა, შინაარსობრივი ცენზურა. ხო, და ამას ემსახურება სწორედ ის, ანუ საბოლოოდ მაგალითად ჩვენ მედია შეეზღუდება მათ შორის ისეთი ამბების შესახებ თხრობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გავიგეთ, ხო, როგორც იყო რძის სკანდალი მაგალითად, ხო? ძალიან მარტივად ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი მოახერხებს, რომ სასამართლოს გავლით თუ ერთი მხრივ სხვა ბიზნესმენს მოუგო და ფული წაართვა იმას, ხო? მეორე მხრივ მედიასაც შეუზღუდავს, რომ მის პრობლემებზე ილაპარაკონ, მის ჩადენილ ცუდ რაღაცებზე ილაპარაკონ. ანუ ეს საბოლოო ჯამში თვითონ მოქალაქეზე აისახება, ხო? ამ შემთხვევაში მედიის როლიც ამიტომ არის მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა გკითხოთ ოპოზიციაზე რადგან ვლაპარაკობდით, ჩვენ ვნახეთ, რომ აი სულ ხშირად გვესმის ოპოზიციის მიმართ რაღაცა ტიპის დაკვეთები და ოპოზიციის მხრიდან რაღაცა ტიპის მოძრაობები. თუმცა უყურებთ პროტესტს და უყურებთ ამ ოპოზიციურ მოძრაობებს, ეს ვერ გადაიკვეთა ვერასდროს ერთმანეთთან, ხო? თითქოს ცალ-ცალკე არსებობს ოპოზიციური სპექტრი და ცალკე არსებობს პროტესტი და ვერასდროს ვერ მოხდა ვერც ერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა რომ აი ამაში თანხმედრაში ყოფილიყო. ერთი სალომე ზურაბიშვილი ახერხებდა ამას, თუმცა ბოლო აი 31 მარტის აქციის დროსაც აი ეს კავშირი ვერ შედგა. ნუ ახლა ვიღაცამ შეიძლება უფრო კრიტიკულად შეაფასოს სალომე ზურაბიშვილი, ვიღაცამ ნაკლებად კრიტიკულად, მაგრამ ნუ კავშირი ვერ შედგა, ეს იქ ვინც იყო, ყველამ დაინახა და იგრძნო. აი ეს რითი შეიძლება ავხსნათ, აი ესეთი სიმწირე ემოციური მათ შორის ოპოზიციური ელიტის მხრიდან, ხო, პარტიულ პოლიტიკოსების მხრიდან და კავშირის და უკავშირის არ ქონა პროტესტთან რაც არსებობს. პირველ რიგში, ანუ რუსთაველზე მე თქვენს რომ გავდივარ ხოლმე ყოველ საღამოს, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერს იქ ყოველთვის ხედავდა, ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მგონია რომ ეხლა მათი მთავარი საქმე იქ ყოფნა და ამ პოლიტიკური პროცესის და ზოგადად რაღაც წინააღმდეგობის რაღაცა სული შებერვა და ნუ ამის გაგრძელებაზე ფიქრი, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ასევე რაც ევალებათ, ეს არის გრძელვადიან რაღაცა, ნუ გრძელვადიან თუ არა, რაღაც საშუალოებიან რაღაცა სტრატეგიებზე ფიქრი, ანუ რა შეიძლება იყოს არა აუცილებლად დღეს ან ხვალ, არამედ ზეგ თუნდაც, ხო? ანუ შემდეგი ნაბიჯი რა არის, რისკენ მივდივართ, რისი დაგეგმა არის შესაძლებელი. მე მგონია რომ პოლიტიკურ პარტიებს ახლა ეს უჭირთ და ეს აშკარაა, ეს შეიძლება განპირობებული იყოს სუბიექტური ფაქტორებითაც და ობიექტური ფაქტორებითაც. სუბიექტური შეიძლება ის იყოს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აქამდე ვერ შეძლეს, რომ საზოგადოების რაღაცა აშკარა ნდობა დაემსახურებინათ, ისე რომ აი რაღაცას რო იტყვიან, მე გააკეთებენ, არ შეიძლება და ასე შემდეგ, ანუ ავტორიტეტს დამსახურება ჭირდება და ეს შეიძლება იყოს პრობლემურობა, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს უამრავი ობიექტური ფაქტორი, ანუ ამ ოპოზიციურ პარტიებს ახლა ნუ ძალიან სასტიკად სტევნის პირდაპირ შეიძლება ითქვას რაღაცა ეს უსაფრთხოების სამსახურები, მათ რაღაცა ფინანსებს და ყველა სახის რაღაცა დონაციებს თუ რაღაცა მხარდაჭერას ლუპით აკვირდება ეს უსაფრთხოების სამსახური, ადამიანებს რომელთაც სურთ მათთვის რაღაცა მხარდაჭერის გამოხატვა, ხო, ანუ მათ ასევე სტევნიან, ავიწრობენ და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, ავტორიტარულ რეჟიმში ძალიან ძნელია რომ ყავდეს ძლიერი ოპოზიცია. პრინციპში ავტორიტარული რეჟიმის არსებობა, ძლიერი ოპოზიციის არსებობას ისედაც გამორიცხავს ყველანაირად. ამიტომ თუ ჩვენ საუბრობთ რომ ისინი ცდილობენ რეჟიმის კონსოლიდაციას, რაცა ჯობია რომ ოპოზიციის კრიტიკაზე, ანუ რაღაც კრიტიკა საჭირო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზურგის შექცევაზე მეტად იმაზე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მათი დახმარება, რადგან ჩვენ თითოეულ მოქალაქეზე თუ
რაღაცა ეს უდიდესი წნეხი არსებობს თუნდაც გასვლასთან ჯარიმებთან ამ შემდეგ დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით ეს წნეხი კიდევ უფრო ბევრად მეტი. რაღაცა ტიპის სინერგია არის საჭირო მათ შორის ყველა მოქმედ აქტორს შორის, ხო, როგორც არის სამოქალაქო საზოგადოება, პროტესტის გულმხურვალე ნაწილი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ კავშირი რომელიმე ორგანიზაციასთან და ორგანიზებასთან და პოლიტიკურ პარტიებს შორის. და ეს მოიტანს ალბათ იმას, რაც ჩვენ აქამდე ვნახეთ, ეს სულ საუბრობთ იმაზე, რა შეცვლის ხელისუფლებას, რა პასუხი ამაზე ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. შეცვლის პროტესტი, რომელიც იქნება ხალხმრავალი, ხანგრძლივი და მწვავე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ვერასდროს, რომ აი ეს სამივე კომპონენტი დააკმაყოფილოს პროტესტმა. ხალხმრავალი ყოფილა, მაგრამ ხანგრძლივი 152-ით გაგრძელდება. მწვავეც ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად კონსოლიდირებულად ვერ შევძელით. აი მათ შორის რამ შეიძლება პროტესტი აი აქამდე მიიყვანოს, ხო? რას აკლებენ აქტორები? რამდენიმე შეხვედრა ყოფილა პრინციპში, რამდენიმე კი არა, ბევრი შეხვედრა ყოფილა, თუნდაც ამ აქტივისტებს, სხვადასხვა საზოგადოების ჯგუფებს შორის და პოლიტიკურ პარტიებს შორის და ნუ ერთმანეთს უსმენენ, ერთმანეთს ესაუბრებიან და ასე შემდეგ, მაგრამ პრობლემა აქ ის არის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ცხადი არ არიან ერთი და ერთნაირი გაერთიანება, მათ ნაწილს გააჩნია სხვანაირი ტაქტიკა, სხვანაირი რწმენა, მათი ნაწილი სხვა საკითხებზეა ორიენტირებული, ხო? ანუ ერთნაირობა მათი პრინციპში არც არის სასურველი და არც არიან ერთნაირები. შესაბამისად, მათ გაერთგვაროვნებაც არ არის სასურველი. ერთგვაროვნები არ არიან. ანუ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა განცხადებები შეიძლება ერთად აკეთებდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი პოზიცია აქვს, ან საერთოდ ბევრ რამეზე ერთი პოზიცია აქვს. შესაბამისად, ამ პროტესტის რაღაცა აი იმ სამი კომპონენტის ერთობლივად დაკმაყოფილებას შეიძლება ხელი შეუწყოს არა იმან, რომ აუცილებლად ერთნაირად აკეთონ რაღაცები, არამედ უბრალოდ რომ დაიწყონ იმ რაღაცების კეთება, რისიც სწამთ მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური პარტიები. და ბოლო კითხვა მინდა დავსვა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მისი როლი აი სპეციფიკურია, ხო? ჩვენ მათ შორის ბევრი უწოდებს მას ლეგიტიმურ პრეზიდენტს. მე მაშინებს ასეთი რამ, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ეს დაემსგავსოს პრეზიდენტობანას თამაშს და მარტივად შეიძლება ეს მოხდეს. რაღაცა ძალიან სერიოზული, ძალიან მარტივად შეიძლება გახდეს კომიკური, თუ ის დატვირთული არ არის რაღაცა შინაარსით. თუმცა მისი როლი რა თითქოს ერთგვარად გამოიკვეთა ოპოზიციის შიგნით, როგორც ერთგვარი პრიმუს ინტერ პარეს, რაც უპირატესი თანასწორთა შორის. რამდენად ახერხებს ის, რომ აი ეს როლი სრულად შეიგრძნოს და ამოქმედოს განსაკუთრებით შიდა პოლიტიკურ საკითხებში? ხო, სალომე ზურაბიშვილის როლი, ნუ გასაგებია, რაც არის საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, ახლა გამოსვლები ქონდა სხვა ქვეყნებში და კი ბატონო, ეს რაღაცა კეთდება, ძალიან კარგია, მაგრამ პრობლემა კიდევ ერთხელ არის ეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. პრიმუს ინტერ პარეს კი რომ იყოს ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ მე როგორც ხედავ, ის ასრულებს არა ამ უპირატესის როლს, რომელიც შეიძლება თანასწორებს წინ მიუძღოდეს, იყოს ლიდერი და ასე შემდეგ, არამედ მისი როლი უფრო მეტად ჩემთვის გავს რაღაცნაირად მაკონსოლიდირებელი ფუნქციის მქონეს, არა აუცილებლად ლიდერის. მაგალითად, სალომე კი არ მიუთითებს პარტიებს, საით შეიძლება იარონ მათ, არამედ ის უსმენს მათ და რაზეც შეიძლება მოხდეს შეთანხმება, შემდეგ ამას ახმოვანებს, რაც მოხდა მაგალითად 31-ში და ამას დიდი რაღაცა წარმატება არ მოჰყოლია. ამიტომ შესაძლოა, რომ მას სჭირდებოდეს გადაიაზროს თავისი ფუნქცია, რა სურს რომ გააკეთოს, რის შესაძლებლობა აქვს, არის ის გამაერთიანებელი უბრალოდ რომელიც სხვის ხმებს და სხვის შეთანხმებებს ახმოვანებს, თუ ის უნდა იყოს ლიდერი, რომელიც მათ შორის მიუთითებს და შექმნის აჯენდას, თუნდაც შიდა პოლიტიკური. ხო, ბოლოს